რაც თავი მახსოვს, სულ გვართმევენ, აი სულ გვაშინებენ. ხან რუსეთი გვართმევდა მკართველობას, ხან თურქეთი მკართველობას თავის კულტურით, სარწმუნოებით, ხან ამერიკა გვართმევდა, ახლა ევროპა გვართმევს. ზუსტად ვიცი, არავინ არაფერს არ გვართმევს და თუ ქართველობას უნდა წაგვართმევს, ამას წაგვართმევს ქართველები ისევ. ასე რომ მოვიქცეთ ისეთ ამებს არ წაგვართმევს. მე ვთვლი რომ არ გვართმევენ და ეს არის ზედმეტად აფიშირებული და ხელოვნურად წარმოქმნილი სიტყვა. თავი ჯერჯერობით ვერ ვგზნობ რომ წარმართვეს და გონი ესია, იმიტომ რომ ეხლანდელი ახალგაზრდობა სხვანაირად ხედავს მაგალითად. ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს და რა ვიცი. ყველას თავის მოსაზრება აქვს მაგ თემასთან დაკავშირებით. ქართველობას გვართმევენ, ეგ არის საბჭოური გადმონაშთი ჩემი აზრით და ეგ არის სტერეოტიპური. არავინ არ წაგვართმევს ქართველობას ჩემი აზრით. სადაც გავიზრდები და ოჯახიდან გამომდინარე ისე იქნება. ჩემთვის ძალიან სრულწმენა ეს ასნიშნავს ქართველობას გვართმევს. ვერავინ წაგვართმევს ქართველობას, ვერავინ წაგვართმევს ევროპაც თავის კულტურა აქვს და საქართველოს თავის კულტურა აქვს. ნუ პირიქით გავარკვევანი ხდება ქართული კულტურა ევროპელი. ჩემთვის გაუგებარია, ვერავინ ვერ წაგვართმევს ქართველობას. მე ქართველები ვართ საუკუნეების მანძილზე და ბევრჯერ გვართმევენ და ვერ წაგვართმევს საქართველოს. ხო ვართ ქართველები, ვიქნებით ქართველები და ის ქართველი არაა, იმას საქართველოს. ქართველობას გვართმევენ, რა ვიცი, არც არავინ არ გვართმევს. პირიქით თუ უცხოელებზე გვაქვს საუბარი, რომლებიც თუნდაც ევროპა ან სხვა კუთხე დედამიწის, ასე რომ ვთქვათ, პირიქით ქართველობას არ გვართმევენ, პირიქით ჩვენ ქართველობას ვფრთხილდებიან იმ გაგებით, რომ მათ აინტერესებს ჩვენი კულტურა, ჩვენი ყოფითი ცხოვრება და დაინტერესებული არიან ჩვენი, რავი, ყოველდღიურობით, ჩვენი სამზარეულოთი, ჩვენი კულტურული ძეგლებით და ასე შემდეგ. გონია რომ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობენ ტრადიციები გვეკარგება. მაგრამ ვფიქრობ რომ რაღაც ტრადიციები რაც უკვე მოიშალა მოსიშლელი. და ამით არ დაგურიარებს ქართველობა. ადაწესები აღარ არის, ისეთი აღარ არის, სტუმრები უკვე აღარ მოდიან, ადრე რომ მოდიოდნენ. ქართველობის წარმართვები ჯერ არ დაბადებულა სოფლიოში ისტორიის მანძილზე. ვერავინ არ წაგვართმევს. თავარია ჩვენ ქართველობა გავაგრძელოთ იმ ტრადიციებით, რაც გაგვაჩნია ამ საუკუნეების მანძილზე.